სამკერვალო ფაბრიკა ჯეოსპორტმა სპორტის დეპარტამენტიდან 440,000 ლარიანი შეკვეთა მიიღო. ამ თანხით ფაბრიკა 29,000 პატრიოტს ფორმებს შეუკერავს. კომპლექტში, რომელშიც მაისური ჟილეტი და კეპი შედის, 15 ლარი და 50 თეთრი ჯდება. შეკვეთა 1 სექტემბრისთვის უნდა შესრულდეს. ჯეოსპორტმა საკუთარი ბრენდი ევროპაშიც გაიტანა. ამ დღეებში 29 ევროთ ღირებული 70 ცალი ფორმა საფრანგეთში კანის ერთ-ერთ მორაგბეთა გუნდს გაუგზავნეს. ამჟამად კი შეკვეთაზე მოლაპარაკებას აზერბაიჯანში აწარმოებენ. კომპანიის საშუალო წლიური ბრუნვა 600,000 ლარია, სატენდერო შეკვეთის შედეგად კი ბრუნვა $1,000,000 ლარამდე უნდა გაიზარდოს. ჩვენ ვცდილობთ მუდმივად მიიღოთ მონაწილეობა ტენდერებში, რაც ეხება უნიფორმებს და გადაწყვეტის შეკერვას. და ეს არის მეორე ტენდერი, რომელშიც გავიმარჯვეთ. პირველი იყო თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი იყო და იქ 5-დან 1 წუთი მოვიგეთ. ნაყინის წარმოებაში წელს როგორც ჩანს მნიშვნელოვანი ძვრები არ წითელი ჰალსტუხი, წითელი ჩანთა, ლურჯი კოსტიუმი დღეიდან წერილებსა და ჟურნალ გაზეთებს ასე გამოწყობილი პოსტალიონები დაგირიგებენ. 1500 ქართველი პოსტალიონის ჩაცმულობაზე კომპანია ჯეოსპორტმა იზრუნა. პოსტალიონები გამოიყურებოდნენ ისე, რომ კლიენტისთვის იყოს მიმზიდველი და ასე ვთქვათ, პოსტის მუშაობაც წარმოჩინდეს დადებითად იმ სტანდარტებით, რასაც ჩვენ მსოფლიო საფოსტო კავშირი გთხოვს და დაახლოებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ წელიწად ნახევარში საქართველოს პოსტა გახდება მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ორგანიზაცია. აღფრთოვანებულები ვართ, ძალიან მოგწონს ეს ფორმები. მოკლედ, ძალიან თანამედროვეა. გვიხარია, რომ ძველი ერი უბრუნდება პოსტას. ახალი